მოკლედ მე არ ვიცი რა გაიწმინდა. ფაქტია რომ რაღაცა დაალაგეს, მაგრამ ფაქტი ის არის რომ კიდე არის ნაგავი. ეს ყოველდღე უნდა გაიწმინდეს. აგერ იქ არის კამერაში რამდენად ჩანს არ ვიცი. მაგრამ თვალით ნათლად ჩანს რომ ნაგავი ყრია. ეს ნაგავი მოაკ. ათავსებს აი აქ ამ მიმდამოში. აქედან წყალი ჩაედინება, ანუ სარწყავი. იქიდან გამოდის არხი ზემო სამგორის. სანამ ყოველი ჩვენთაგანი არ ვისწავლით ცევის წესებს, მანამდე ვიქნებით აი ესეთ უბედურ დღეში. ხო. უპასუხისმგებლო საზოგადოება ყავს უმეტესი. აი, თევზებს იჭერენ, რას იჭერენ, რას ჭამენ. შოულებრივ ამატყობს. მოვიდა გააჩერა მანქანა დაჯდა ჭამას სვლა და გადაყარა. ალბათ ესენის არხს მოაქვს როგორც ჩანს. ადამიანი არ აყრის. ქარი დაუბერავს კიდე მოათავსებს აქ. გამოჩნდება ისე რომ არხიდან მოდის. სინამდვილეში აი რაც იყრება ნაგავი გარშემო. ეს ნაგავი ჩაედინება ზღვაში. და გარშემო რაც იყრება ნაგავი ისე ჩაედინება და მეორე დინება მოდის და აქ მოაქცევს ყველაზე მეც. რატო თემქის ხარეს არა ესეთი უბედურება, იმიტომ რომ მოქცევა აქეთ ხარეს არის. წყლის დინება. საიდანაც გადის წყალი მოსახლეობისკენ. სარწყავი. როგორც ჩანს ეს არხს მოყვა და ციდან ცვივა წვიმასავით. სანამ თავხედი არ მოეშვება ესე გადაყრას, მანამდე არაფერი არ ეშველება. სანამ არ გაკონტროლდება თავხედი, მანამდე არაფერი არ ეშველება. ჯარიმა იქ, იმედომა საჭირო რომ პასუხისმგებლობა დაიკისროს. ეხლა უყურე აქ რამდენი ნაგავი ყრია. ეს არხი. ზემო სამგორის. საიდანაც შემოდის წყალი, ჩაედინება ზღვაში. და წარმოიდგინე ახლა ეს ამხელა მანძილი ამ არხის. რამდენი იყრება გზის ნაპირებზე თუ არის დაყრილი რამე ნაგავი ჩაედინება წყალში და მოყვება ამ წყალს. რა თქმა უნდა. როცა თითს ვიშვერთ შესაბამის სამსახურის მიმართ პრობლემა უნდა ახსნა ნათელი პრობლემა. სინამდვილეში საიდან ჩაედინება ნაგავი. ეხლა რომ ნაგავი მოდიოდეს აი წყალზე გამოჩნდებოდა ნაგავი, მაგრამ ხედავ რომ ნაგავი არ ჩანს, მაგრამ ფაქტი ის არის, გარშემო რაც იყრება ნაგავი ტერიტორიაზე, ქარი დაუბერავს და ახვედრებს წყალში. მერე ეს დინება მოედინება აქეთ ხარეზე და ის არის საიდანაც გადის წყალი და მეწოდება საზოგადოებას. რავი, მე აქ ჯერ ნაგავს ვერ ხედავ, რომ მოყვებოდეს რამე. მაგრამ თუ რამე იქნება, მსგავსი დინება და ნაგავი თუ მოყვება, ხო, რა თქმა უნდა მოყვება, როცა არის უპასუხისმგებლო, აი ესე გადაყრილი ნაგავი ეგ ზევით, ეხლა არ ჩანს კამერაში, მაგრამ ჩანს თვალით ნათლად, ზევიდან შემოდიან მანქანით, აჩერებენ, ტკბებიან, მიირთმევენ დედი მისისას და მერე ყარიან ნაგავს ძირს და ფეხებზე იკიდებენ. ამის დანახვა და ამის ახსნა არავის არ გინდათ. იმიტომ რომ ეს არ გაქვს დანახული, არ მუშაობთ გარემოს დაბინძურებაზე, კარგად დაარხსნით. სინამდვილეში რა პრობლემა აქვს. არხიდან ამოვიდა ეს ნაგავი და მოედო ამ ბუჩქებს. აქ ნაგავს ეგ თვისება. რო იხტუნაოს ბევრი. გამაგიჟებს ხალხი რა. ცოტა ნაცვლად უნდა გაახილო თვალები რა, ადამიანები ვიღაცა ხარ, როცა თითს იშვერ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მხარეს. ცოტა ისიც ილაპარაკე, რომ
ჩვენი პრობლემაც არის და ჩვენი ბრალია, როცა ეს ხდება დაბინძურება გარემოსი. ან საზოგადოების იმ ნაწილის ბრალია. ვინც ყრის ამ ნაგავს თავხედურად. როგორც ჩანს ესეც არხიდან ამოვიდა. ეს ახლა ძველი დაყრილი არის. ფაქტია რომ ეს ბოლომდე არ გაწმინდეს, რა ვიცი ახლა. მართლა სანახაობა ხომ არ იყო მარტო საჩვენებელი რომ მუშაობთ. ეხავს იმუშავეთ რა ბოლომდე. ყველა შესაბამის სამსახურს თავრობის უწყებას, ვისაც გეხებათ გარემოს დაცვა და კონტროლი თავხედების იმუშავეთ. გამოჩნდება თქვენი მუშაობა. და სიმკაცრეა საჭირო. როცა დააჯარიმებ თავხედი გაუფრთხილდება თავის ბიუჯეტს, თავის ჯიბეს გაუფრთხილდება. არხი და ნაგავი. არხს აქვს ზუსტად ესეთი ბარიერები. სადაც იბიძნება. აი კითხოს სვავ. რო იძახიან რომ ლილოს ნაგავს საყრელიდან მოდის. ლილოს პრობლემა რაც არის, მაგას უყურებ წლებია. აი ეს როცა აქვე ყრია არხის წყალთან და ესე იყრება. და ვიღაცა კომენტარში რომ წერს რომ იცი რა, გინდა თუ არა იქიდან მოედინება. მაშინ კითხოს დაუსვავ ნებისმიერს. ეს საიდან მოედინება? არხიდან? ნაგავი რომელიც აი აქ იყრება, არხიდან მოდის? სანახაობით იქით რაღაცა დაალაგდა და ეხლა განახებთ რა არ დაალაგდა. აი ეს წვრილმანი იყრება. ეს წვრილმანები წარმოიდგინე 20 კილომეტრის მანძილზეა მსგავსად. აი რა არ დაალაგდა და რა არ ლაგდება. მანქანა ჩამოდის, ვიღაცა მოდის და ყრის აი ნაგავს. აი ეს არ დაალაგდა. ასეთი იყრება ძალიან ბევრი ზევიდან. ამას ყველა ხედავს. რა დაუშლის ახლა ხერს მოვიდა გადმოყარა ახლა მანქანიდან რამდენიც გადის მანქანა იმდენი გაისროლა გადმოვიდა აქეთ ნაგავი. დანარჩენი ნახევარზე მეტი შემოტანილია და გადაყრილია. ახლა აი ეს ვიღაცამ რემონტი გააკეთა, ვიღაცამ თავისი შკაფი მოიშორა, მოიტანა გადმოაგდო. და წარმოიდგინე 20 კილომეტრის მანძილზე ამ არხს საშუალება აქვს. აი ესეთი უბედურება. ყრია და ჩაედინება არხში, რა თქმა უნდა. რაღაც ძალიან მეეჭება რომ ნაგავს საყრელიდან მოდიოდეს მარტო. ეს მოდის აი ესე დაუდევრად გადაყრილი ნაგავი. გზა გააჩერა, შემოვიდა გადაყარა. ყველა თავხეს ეძლევა საშუალება ნაგავი, თავის ნაგავი მოიტანოს შრომად ღამე და გადაყაროს. ესაა სიმართლე ბატონებო. ამის თქმა მინდა. და იმათ გასაგონად მინდა ვილაპარაკო. ეს ის სიმართლე არის, რომელიც საზოგადოება ყრის ნაგავს. პირდაპირ ფეხებზე კიდია. გარემო არის ნაგავში, რომ დავდივართ ფეხებქვეშ ნაგავი გვიყრია. აი ეს ძალიან ბევრი თან. ებიან აღრმები იყრება ნაგავი. აი ესეთი ნაგავი ჩაედინება არხში. აქვე არის არხი. არხი და ნაგავი. ხო, ამის დანახვა არავის არ უნდა. ამის გასაჯაროება არავის არ უნდა. მარტო მხოლოდ დააკისრონ. შესაბამის სამსახურებს გეთანხმები უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა
და ხელფას იღებენ მაგაში. მაგრამ როცა აქ ეს ნაგავი ყრია და ეს ნაგავი აი ხალხში ეს ჩაედინება და ეს ბარიერები ხდება არხს ამ ბევრი და აჩერებს იმ ნაგავს. სინამდვილეში ზღვის გარშემო რაც ნაგავი იყრება, ის ნაგავი ჩაედინება და წყალი როცა გადის, გროვდება ერთ ადგილას. ამის ახსნა არ გინდათ. მხოლოდ და მხოლოდ სამხარეს გინდათ, რომ გაიშვიროთ ხელი. კი ბატონო, გაიშვირეთ. მაგრამ მსგავსობა და ფარისევლობა არის.